მეგობრებო, კვლავ უკრაინა. დღეს დონალდ ტრამპმა განაჩენი გამოუტანა ვლადიმერ ზელენსკის და სამწუხაროდ მთლიანად უკრაინას. მას უწოდა არალეგიტიმური და მისი რეიტინგი შეაფასა 4%-ით. მე არ ვიცი საიდან მიიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მან ეს გააჟღერა და ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები. როცა სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია, როგორც უკრაინა, არჩევნების ორგანიზება ვერ მოხდება ერთ თვეში და ორ თვეში, ამას ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდება და ეს შესაძლოა გაიწელოს ზაფხულის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ვერანაირ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისას უკრაინა ვერ მიიღებს მონაწილეობას. სულ მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელიც ალბათ სავარაუდოდ, ეს ჩემი აზრია, ეს ხელშეკრულება დაიდება 9 მაისამდე, გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპს სურს 9 მაისს ჩავიდეს მოსკოვში და დაესწროს საიუბილეო აღლუმს. შეგახსენებთ 80 წლის თავია ფაშიზმზე გამარჯვების და როგორც რუსული მხარე ამბობს, უდიდესი აღლუმი იქნება და შესაბამისად დღესასწაულით. და ამ ყველაფერს სჭირდება წინაპირობა და წინაპირობა იქნება ხელშეკრულება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო, არამედ ცეცხლის შეწყვეტის. და ამის საუკეთესო თარიღი სავარაუდოდ იქნება 20 აპრილი. 20 აპრილი არის აღდგომის დღესასწაული და ეს შემთხვევა, როცა კათოლიკების და მართლმადიდებლების აღდგომის დღესასწაული ერთ თარიღს ემთხვევა. და შესაბამისად კარგი ტონი იქნება ორივე მხრიდან, როგორც ამერიკელების მხრიდან, ასევე რუსების მხრიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტას მოეწეროს ხელი ზუსტად ამ თარიღს. და შემდეგ 9 მაისს, როგორც რუსები, ასევე ამერიკელები მორალურად წელში გამართული შეხვდნენ უკვე ამ დიდ დღესასწაულს. რაც შეეხება უკრაინას. უკრაინაში დიდი ალბათობით ვლადიმერ ზელენსკი უკვე არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, ჩემი აზრით მას უბრალოდ არ დაუშვებენ, ხოლო შემდეგ ვისაც აირჩევენ, ის უკვე მიიღებს დიდ ხელშეკრულებაში მონაწილეობას, ბუნებრივია, თუმცა გასარკვევი იქნება, შესაძლოა არა პრეზიდენტს მიაღებინონ მონაწილეობა, არამედ რადა სპიკერს. არ ვიცი როგორ გადანაწილდება, რა სიტუაცია იქნება, როგორ დაჯდება მოკლედ სიტუაცია იმის და მიხედვით, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება არანაირი, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი შეთანხმება მომხდარი იქნება და უკრაინელები მე რამდენჯერ ფაქტის წინაშე დადგებიან. და ეს არის დამსახურება ზუსტად ვლადიმერ ზელენსკისა, რასაც მე ვსაუბრობდი წინა ვიდეოში, მისი უგუნური პოლიტიკისა, მას რო ეგონა, რომ იყო მსოფლიოს ჭიპი, იყო გენიოსი და მას დასავლეთ, მოდი ესე ვთქვათ, კოლექტიური დასავლეთის ლიდერები უინსტონ ჩერჩილსაც კი ადარებდნენ და მოკლედ ესე ხიბლში შევიდა და რას დაამსგავსა თავის ქვეყანა და მე მგონი თავის თავსაც განაჩენი გამოუტანა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მე ვფიქრობ, რომ აი ამ გრაფიკით განვითარდება ვითარება და ერთ გარემოებაზე გავამახვილებ კიდე თქვენს ყურადღებას. თუ დაუშვათ სამშვიდობო მოლაპარაკება დროის განმავლობაში გარკვეულად გაიწელა, მე გულისხმობ 6 თვეზე მეტს. შესაძლოა ამერიკელებმა უკვე ამ ხელშეკრულებაში ნომინალური როლი შეასრულონ, იმიტომ რომ ძირითადი იქნება დაძლეული, ანუ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნება დადებული, ხოლო აი ეს უკვე ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულებაში, თუ ეს დროში გაიწელა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლოა ამერიკელებმა ნელა-ნელა დატოვონ მოლაპარაკების პროცესი და უკრაინა შეატოვონ რუსეთს. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელებს საკმარისი პრობლემა აქვთ
სოფლიო ტრეკზე სამხრეთ აღმოსავლეთი სავაჭრო ბაზრები აქვთ გასაკონტროლებელი პოზიციები დასაბრუნებელი და ახალი სიმყარით უნდა შევიდე მოკლედ სამხრეთ აღმოსავლეთ ბაზარზე ეს არის ჩინეთის ზღვა და მიმდებარე ტერიტორია გამომდინარე იქიდან რომ ტაივანის პრობლემა კიდევ მოსაგვარებელია ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინის საკითხია გადასაწყვეტი და არავინ იცის ის ტრამპის გეგმა განხორციელდება თუ არა მე ვგულისხმობ პალესტინელების გასახლებას იორდანიაში, ეგვიპტეში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. ეხლა ირკვევა რომ შესაძლოა, ერთ-ერთ ვარიანტად ვრცელდება რომ შესაძლოა სირიაშიც კი მოიაზრებოდეს მათი გასახლება, ამას ყველაფერს ჭირდება ფულადი რესურსი და ადამიანური რესურსი, სამხედრო კონტინგენტი და ასე შემდეგ. და არ დაგვაუწყდეს რომ თავარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპს ეკნება სერიოზული ოპოზიცია. ეს უბრალოდ ეხლა არ ჩანს, იმიტომ რომ საგარეო ტრეკზე არის გადატანილი მთელი ყურადღება, მაგრამ აი გეტყვით რომ დემოკრატიულ შტატებში უკვე პროკურორები შემოხვედრ სარჩელში აქვთ პროკურატურაში ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ. ეხლა ეს ითვლება ნაკლებად პრობლემურად, იმიტომ რომ ამ სარჩელების და საჩივრების წილი საკმაოდ მცირეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ შტატს მეორე მიემატება, მეორეს მესამე და აზვირთდება. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ დემოკრატიული პარტია ესე ადვილად პოზიციებს არ დათმობს. და შეგახსენებთ კიდევ რომ 26 წელს არის კონგრესის ნაწილის გადარჩევა და თუ ტრამპმა არ იჩქარა და რაღაც შედეგები არ დადო, შესაძლოა კონგრესი დაიკარგოს. მე გულისხმობ უმრავლესობა. და მე უკვე ყველა დადგენილების და გადაწყვეტილების შეთანხმება უკვე მოუწეს ვაჭრობის გათვალისწინებით, რაც რთულია და შესაძლოა არც გამოვიდეს. აქედან გამომდინარე ტრამპი ჩქარობს იმაზე მეტად ვიდრე ვლადიმერ პუტინი. რუსეთს საჩქარო არაფერი აქვთ. ფრონტის ხაზზე მყარად არიან ნელა, მაგრამ მიიწევენ დასავლეთის მიმართულებით. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ამუშავეს, ისე რომ წყვეტა არ აქვთ მომარაგებაში, ასე რომ რუსებს არსად არ ეჩქარება და ეს ერიაშიც ჩანდა. ლავროვი და უშაკოვი ფაქტობრივად უსმენდნენ ინიციატივებს ამერიკული მხარიდან, ანუ მარკო რუბიოს მხრიდან და შემდეგ ახდენდნენ რეაგირებას. სხვათა შორის როცა დელეგაციები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაც არ მოუწყვია, ერთ-ერთ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში იყო მისული და უბრალოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ იგი კმაყოფილია და მას სურს დონალდ ტრამპთან შეხვედრა, ხოლო ტრამპმა ორი პრესკონფერენცია მოაწყო. სადაც ასევე კმაყოფილება გამოთქვა და აქ ხაზგასასმელი ის არის, რომ მაგალითად ვლადიმერ პუტინმა ტრამპი უკვე სახელით მოიხსენია, ანუ ესე თქვა, რომ მე სურვილი მაქვს დონალდს შევხვდე და ამერიკის პრეზიდენტიდანაც იყო შეხვედრი ესეთი თბილი დამოკიდებულება და ტრამპმა აღნიშნა კიდეც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომ იგი არ გამორიცხავს თებერვლის ბოლომდე შეხვედრას. ეს განპირობებულია იმით, რომ შეხვედრა უნდა შედგეს არაბეთში ერ-რიადში და მარტის თვიდან იწყება დიდი მუსულმანური დღესასწაული და ახლა სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის არავის არ ეცლება. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოესწროს თებერვლის ბოლომდე. და ალბათ ასეც იქნება დიდი ალბათობით. მე ვახსენე, რომ შესაძლოა თუ დროში გაიწელა ეს ვითარება, ამერიკელებმა ნელა-ნელა დათმონ ეს სიტუაცია და რა მაძლევს ამის თქმის უფლებას. მსგავსი რამ მოხდა ორჯერ. ეს იყო კორეის ომის დროს, როცა ჩრდილოეთ სამხრეთ კორეა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, შეგახსენებთ ჩრდილოეთ კორეის უკან იდგა საბჭოთა კავშირი და იგი იხმარებოდა, ხოლო სამხრეთ კორეის ამერიკელები. როცა შედგა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტაზე, შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკება გრძელდებოდა წელიწად ნახევარი.
გასაგებია ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო და ეხა პირდაპირ პარალელის გავლება ალბათ ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ არარელევანტურია, მაგრამ ესე არის სამხედრო კონფლიქტია და მას თავის პროცედურები აქვს. ანუ მოლაპარაკება ესე ადვილად არ თავდება, მით უმეტეს უკრაინა-რუსეთის შემთხვევაში 3 წლიანი ომია უკვე. შემდეგ შეგახსენებთ, რომ იყო ვიეტნამის კონფლიქტი. ვიეტნამის კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტა ერთი იყო და მე სამშვიდობო მოლაპარაკება 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ პარიზში დაიდო ეს სამშვიდობო პაქტი და მანამდე უკვე ამერიკელებმა ეტაპობრივად დათმეს სიტუაციები, იქ მომარაგება და ფინანსური დახმარება შეწყდა საიგონის, ანუ სამხრეთ ვიეტნამის და ნელა-ნელა ისე გავიდნენ, რომ შემდეგ შეატოვეს ფაქტობრივად ჩრდილოეთ ვიეტნამს და ვიეტნამი გახდა ერთიანი და ესე ვთქვათ კომუნისტური საბჭოთა კავშირის დახმარებით. და რომ აღარაფერი ვთქვათ, რაც ავღანეთში გააკეთეს 2 წლის წინ ამერიკელებმა. ამიტომ ეს რახან ერთხელ მოხდა, შემდეგ გამეორდა ვიეტნამში, რახან დაიწყო კორეაში, გამეორდა ვიეტნამში და დასრულდა ავღანეთში. ამერიკელებს აქვთ ესეთი პოლიტიკური ხედვა, რომ რაღაც ფისკალურ ეფექტს როცა მიაღწევენ, შედეგზე როცა გავლენ. თუ ხედავენ, რომ უკვე შორ პერსპექტივაში ამას აზრი ეკარგება, კონფლიქტიდან ნელა-ნელა გადიან. ამიტომაც მე მგონია, რომ ტრამპის ძირითადი მიზანი არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ხოლო დანარჩენი პროცედურა თუ დროში გაიწელა, მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ არც სიტყვიან უარს, რომ ნელა-ნელა აი ამ ხელშეკრულების შესრულებიდან გავიდნენ. როგორც გითხარით, პრობლემები ბევრი აქვთ მსოფლიო მასშტაბით და ასე რომ მათ თავიანთი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. ეს ბუნებრივია, ჩემი აზრია, ჩემი ვარაუდია, შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არა და სხვათა შორის ასევე შეგიძლიათ ამაზე ყველაფერზე თქვენი კომენტარი დატოვოთ.